სახელითა მამისათა დაძისათა და სულისაწმინდისათა. ბიბლია ყოველდღე მოგესალმებით ყველას მეგობრებო, ვაგრძელებთ კითხვას სწავლას წმინდა მამების გამარტებით. ფსალმუნი 71 და ჩვენ ვიწყებთ პირველი მუხლიდან. ღმერთო სასჯელი შენი მეუფესა მიეს და სიმართლე შენი ძესა მეუფისასა. ბასილი დიდი გამარტავს მეგობრებო, რომ დავითი ითხოვს ღმერთმა მის ძეს სოლომონს სამართლიანი მმართველობა ასწავლოს და ასევე ბასილი დიდი ამბობს, რომ ეს მიუთითებს ქრისტეზე, რომელიც ჭეშმარიტი მეფეა. განსჯად ერისა შენისა სიმართლე და გლახაკთა შენთა განვიკითხვით. განკითხვით. იოანე უკროპირი ასე გამარტავს მეგობრებო, რომ მეფე სამართლიანად უნდა განსაჯოს, განსაკუთრებით ესე გაჭირვებულთა სასარგებლოდ. ასევე იოანე უკროპირი ამბობს, რომ ეს ქრისტეს სამართლიან მმართველობას გამოხატავს. შემდეგი მესამე მუხლი. მიიღეთ მთათა მშვიდობაი ერისაი და ხორცუთა სიმართლე. თეოფილაქტე ბულგარელი გამარტავს, რომ მთები და ბორცვები სიმართლისა და მშვიდობის სიმბოლოა. ასევე თეოფილაქტე ამბობს, რომ ქრისტეს მეფობა მთელ სამყაროს მშვიდობა მოაქვს. განიკითხნეს გლახაკნი ერისანი და აცხოვნეს ნაშობნი დავდომილთანი და დაამდაბლეს ცილის წამებელი. ბასილი დიდი ჭეშმარიტი მეფე იცავს გაჭირვებულებს და სჯის უსამართლოებს. ასევე ბასილი დიდი გვარწმუნებს, რომ ქრისტე ყველაზე სამართლიანი მსაჯულია. და თანა ეგოს მზისა და წინა მთვარესა ნათესავითი ნათესავადმდე. ესე იგი მეფის მმართველობა მარადიულია და უკროპირი ამბობს, რომ ეს ქრისტეს მარადილ სასუფეველზე მიუთითებს, რომელიც ესე იგი დროს აღემატება, ხო? შემდეგი მეექვსე მუხლი. გარდა მოხდეს ვითარცა წვიმაი საწმისა ზედა და ვითარცა ცვარი რაიცურის ქვეყანასა ზედა. მეფის მმართველობა ასევე როგორც წვიმა ნაყოფიერებას ესე იგი მოაქვს. თეოფილაქტე ბულგარელი ამბობს მეგობრებო, რომ ქრისტეს მადლი სულიერ ნაყოფს გვაძლევს. შემდეგ მეშვიდე მუხლი. გამოაბწყინვოს დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშვიდობაი ვიდრემდის განკვდეს მთვარე. ანუ ბასილი დიდი გამარტავს, რომ სამართლიანობა და მშვიდობა მეფის დღეებში გაბწყინდება და ეს ქრისტეს სამეფოს სრულყოფილებაზე მიუთითებს. მერვე მუხლი. დაუფლებდეს იგი ზღვითი ზღვადმდე და მდინარიდან კიდენმდე სოფლისა. იოანე უკროპირი მეფის ძალაუფლება მთელ სამყაროს მოიცავს და ასევე ქრისტეს მეფობა ესე ვთქვათ უნივერსალურია. შემდეგი ვაგრძელებთ, შეგახსენებთ, ეს არის ფსალმუნი 71 წმინდა მამების გამარტებით, მე-9 მუხლიდან ვაგრძელებთ. მის წინაშე პირველად ჰინდო და შეურდნენ და მტერნი მისნი მიწასა ლოშნდნენ. რას ნიშნავს? ანუ ყველა მტრებიც კი თაყვანს სცემს მეფეს. თეოფილაქტე ამბობს, ქრისტეს გამარჯვებას გამოხატავს. ეს ქრისტეს გამარჯვებას გამოხატავს ბოროტებაზე. მეფეთა თარშისათა და ჭალაკთა ძღვენი შეწირონ მისსა მეფეთა არაბიაისთა და საბაისთა ძღვენი მიართვან მას. ესე იგი შორეული ქვეყნებიდან მეფეები ძღვენს სწირავენ. ბასილი ამბობს, რომ
ესე იგი ეს მიგვითითებს ქრისტეს თაყვანისცემაზე ყველა ერის მიერ თაყვანისცემდნენ მას ყოველნი მეფენი ქვეყანისანი და ესე იგი ყოველნი წარმართი მონებდეს მას. ხო, კიდევ ერთხელ ესე იგი ეს ყველა ერი თაყვანისცემს მეფეს და იოანე ოქროპირი ამბობს ეს ქრისტეს უზენაესი მართლობის სიმბოლოა მეგობრებო. რამე თუ იხსნა გლახაკი ძლიერისაგან და დავდომილი რომლისა არა იყო მწე, ესე იგი მეფე იცავს გაჭირვებულს, თეოფილაქტე გვარაგაწოდებს რომ ქრისტე ყოველთვის ესე იგი მწევთა მხარესა. ნახეთ მე-13 მუხლი რიდოს გლახაკსა და დავდომლსა და სულნი გლახაკთანი აცხოვნეს. ესე იგი მეფე თანაგზნობს გაჭირვებულებს და ბასილი დიდი ამბობს რომ ეს ქრისტეს წყალობის გამოვლინებაა და ესე იგი ნახეთ მე-14 მუხლით როგორც საინტერესოა აღნადგინებისაგან და სიცრუვესა იხსნეს სულნი მათნი და პატიოსანი იყოს სახელი მისი მათ წინაშე. ესე იგი მეფე იცავს ხალხს უსამართლობისგან და იოანე ოქროპირი ამბობს რომ ქრისტეს სახელი ყველასთვის ძვირფასია მისი სამართლიანობის გამო. და ცხონდეს და მოეცეს მას ოქროისა მისგან არაბიაისა და ილოცვიდეს მისთვის სამარადისოდ ყოველსა დღესა აკურთხებდნენ მას. ანუ მეფე ცხოვრობს მარადილად და იღებს პატივს. თეოფილაქტე ამბობს რომ ეს ქრისტეს მარადილ მეფობასა და თაყვანისცემაზე ესე იგი მიუთითებს. შემდეგი მე-16 მუხლიდან ვაგრძელებთ. იყოს სიმტკიცე ქვეყანასა შინა თავსაზე და მთათასა ზეშთა ამაღლდეს უფროის ლიბანისა ნაყოფი მისი და ყვაოდიან ქალაქით გამო ვით არცა თივაი ქვეყანისაი. ესე იგი მეფის მართლობა ნაყოფი მოაქვს და როგორც მიწა ესე იგი თივას ბასილი დიდი ამბობს რომ ქრისტეს მადლის სულიერ ნაყოფიერებას დაახვავებს. იყო სახელი მისი კურთხეულ უკუნისამდე უწინარეს მზისა ეგოს სახელი მისი და პირველ მთვარესა საყდარი მისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქვეყანისანი და ყოველნი თესლები ნატრიდეს მას. ესე იგი მეფის სახე მარადიულად კურთხეულია და ეს ქრისტეს მეგობრებო ქრისტეს სახელის უნივერსალურ თაყვანისცემას გამოხატავს, ხო? შემდეგი დაგვრჩა ბოლო ორი მუხლით მე-18 და მე-19. კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაი, რომელმან ხვის საკვირველი ხოლომან და კურთხეულ არს სახელი წმინდაი დიდებისა მისისაი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე და აღირსოს დიდებითა მისითა ყოველი ქვეყანაი იხავ აქ უკვე დიდება არის. ნახეთ ღმერთის დიდება მთელ სამყაროს ავსებს და ბასილი დიდი ამბობს რომ ეს ფსალმუნი მეგობრებო ღმერთის მარადილ სიდიადესა და ქრისტეს მეფობას ადიდებს. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. მადლობა.